შუახევის მუნიციპალიტეტში სოფელ გორის საჯარო სკოლამ 300 ეგზემპლარი, როგორც საბავშვო, ასევე სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ლიტერატურას საჩუქრად ეროვნული ბიბლიოთეკისგან მიიღო. წიგნები სკოლას საქართველოს პარლამენტის წევრის ანი მიროტაძის ინიციატივით გადაეცა. ლიტერატურა ბიბლიოთეკაში შუახევის გამგეობის წარმომადგენლებმა მიიტანეს. სოფელ გორის საჯარო სკოლას გამგეობა ჩოგბურთის მაგიდას და პერსონალურ კომპიუტერს პირდება. საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ჩვენ სკოლა ბავშვების საჯარო სკოლა საჩუქრად გამოსცა 320 წელი მხატვრული ლიტერატურა. მასში არის როგორც მხატვრული ლიტერატურა, ასევე საბავშვო ლიტერატურა. მაგალითად მაყოფილებად დღეს რაიონის გამგებელმა ბატონმა დარიელი ბრალაძემ სკოლას გადასცა. სკოლაში ერთ-ერთი შეხვედრის დროს აღინიშნა, რომ აქ არსებული ბიბლიოთეკა განიცდის წიგნების კრიზისს. ჩვენ შევპირდით, რომ წიგნებს აუცილებლად მოვუტანდით და დღეს 300 ეგზემპლარი წიგნი გადავეცით ბიბლიოთეკას. მე მინდა დიდი მადლობა უთხრა ქალბატონ ანი მიროტაძეს, რომელმაც უსასყიდლო სრულიად გადავეცით, გადმოგცა ეს წიგნები და გადავეცით აი ამ სკოლას.